ვინ იპარავს შენს ენერგიას, ვინ არის შენი ენერგიის ქურდი, შენი ენერგიის პარაზიტი. მოდით აღნიშნულ თემაზე გავაკეთოთ საჯარო ტაროს სეანსი. ტრადიციულად მექნება 3 ვარიანტი. შეგიძლიათ უკვე მოიფიქროთ, ჩაიფიქროთ თქვენი ვარიანტი, ან მე თითოეულ ვარიანტში ამოვიღებ 2 არკანს სპონტანურად. შემდგომ შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო, დააკვირდეთ 3-ვე ვარიანტს და რომელი ვარიანტიც დაგიძახებთ ინტუიციურად, რომელსაც შეიგრძნობთ, რომ ნამდვილად თქვენია. უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ ის ვარიანტი და მოусმინოთ იმ ვარიანტს. ან თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება, შეგიძლიათ მოისმინოთ 3-ვე ვარიანტი და უკვე გაჟღერებული ინფორმაციების სინთეზი თქვენს კონკრეტულ ჩანაფიქრთან და სიტუაციებთან მიმართებაში მოახდინოთ თავად თქვენ. სანამ უშუალოდ გადავიდოდე ვარიანტების გაშლაზე, აქვე ვიტყვი წინასწარ, ვისაც ჩემთან გსურთ პირადი სეანსის ჩანიშვნა, იქნება ეს ტაროლოგიური სეანსი, იქნება ეს ენერგეტიკული დიაგნოსტირება, თუ ისეთი რიტუალური სამუშაოების, პროცედურების დაჯავშნა, როგორიც არის ენერგეტიკული წმენდები, სხვადასხვა სახის ნეგატიური ენერგიებისაგან, თვალისგან, წყევლისგან, ეგრეთ წოდებული ჯადოსგან, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაში და ამის დადგენა ხდება რიტუალების ჩატარებამდე ენერგეტიკული დიაგნოსტირების დროს. აი ამ პროცედურებთან დაკავშირებით, რაზეც ვისაუბრე, ასევე ბედის მატრიცის ნუმეროლოგიური რუკის შედგენასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადში, Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. ჩემთან პირადი კონსულტაციები ტარდება ონლაინ, აუდიო კოლით, როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე. და მოდით ვნახოთ ვარიანტები უკვე კონკრეტულ თემასთან მიმართებაში, ვინ არის ის ნეგატიური ძალა, ის ნეგატიური ტოქსიკური პიროვნება, ან ჯგუფი, ან სიტუაციები, რომლებიც გართმევენ ენერგიას, იკვებებიან თქვენი ენერგიით, თქვენი ენერგეტიკით, როგორც პარაზიტები და მიიღეთ რჩევა ტაროსგან, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, განთავისუფლდეთ აი ამ ნეგატივისგან, განთავისუფლდეთ ამ ტოქსიკური კავშირებისაგან, რომლებიც გართმევენ სასიცოცხლო ენერგიას, ტონუსს, სიხალისეს, ოპტიმიზმს, სიცოცხლის ხალისს და სამაგიეროდ გტოვებენ ენერგეტიკულად გამოფიტულს, ცარიელს და უკვე ესე პასიურს და დეპრესიისკენ მიდრეკილს, ხო? მოგეხსენებათ, როდესაც ადამიანი იხარჯება და ეს ენერგიის გასვლა შესაბამისი უკავშირით არ გამოიხატება, ანუ თქვენ ვერ იღებთ ვერაფერს და სანაცვლოდ გასცემთ, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ამას ადამიანი მიჰყავს ენერგეტიკულ გამოფიტვამდე, ამიტომ საჭიროა ასეთი ტოქსიკური მოცემულობებისგან, კავშირებისგან, სიტუაციებისგან განთავისუფლება. და მოდით ვნახოთ პირველი ვარიანტი. ვინ არის პირველო ვარიანტო? შენი ენერგეტიკული ქურდი, ენერგეტიკული პარაზიტი. მეორე ვარიანტი, ვინ არის მეორე ვარიანტის ენერგეტიკული პარაზიტი, ენერგეტიკული ქურდი. და მესამე ვარიანტი, ვინ იპარავს მესამე ვარიანტის ენერგიას, ვინ არის მესამე ვარიანტის ენერგეტიკული ქურდი, ენერგეტიკული პარაზიტი. შევეცდები არკანები დავალაგო ისე, რომ კარგად დაინახოთ. იმედია 3-ვე ვარიანტი უკვე კარგად ჩანს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ თქვენი ვარიანტი, რომელი ვარიანტი გიხმობთ უფრო, რომელი გეძახით, რომელია თქვენი ინტუიციურად
ან თუ სხვადასხვა სიტუაციები და მოცემულობები გაქვთ, ანუ რამდენიმე ისეთი ადამიანი გყავთ თქვენს გარემოცვაში, რომლებიც გართმევენ ენერგიას თქვენი ხედვით, თქვენი გადმოსახედიდან, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ თითოეულ ვარიანტში, თითოეული ასეთი პიროვნება ან სიტუაცია და მოდით უკვე გავხსნათ ვარიანტები. პირველი ვარიანტი, ვინ გპარავს ენერგიას, ვინ არის შენი ენერგეტიკული პარაზიტი. პირველ რიგში, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ თქვენი პირველი ვარიანტის ენერგეტიკული ქურდი, ეს არის ისეთი ჯგუფი ადამიანების ან კონკრეტული ადამიანი ან ისეთი სიტუაციები, რომლებიც მოყვებათ წარსულიდან. ეს არ არის ახალი თემა თქვენს ცხოვრებაში, არ არის ახალი მოცემულობა. ეს არის კავშირები, სიტუაციები, ურთიერთობები, რომლებიც მოდის წარსულის ადამიანებისაგან ან სანათესაო წრისგან, ისეთი ადამიანებისაგან, რომლებთანაც თითქოს კარმულ რაღაცნაირად როგორ ვთქვა, ვალდებულების მდგომარეობაში იმყოფებით და როდესაც მათ ეხმარებით თავს გამოფიტულად გრძნობთ, ან თუ ვერ ახერხებთ დახმარებას, ან ხომ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანს თავისი რაღაცა პირადი საქმეები აქვს და ვერ ახერხებს იმ დონით და იმ მასშტაბით ადამიანების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რასაც ისინი მისგან ითხოვენ, ხომ? რა მასშტაბითაც და რა მოცულობითაც ისინი ითხოვენ თქვენგან დახმარებას და ამ დროს ჩნდება დანაშაულის განცდა, რომ თქვენ თითქოს შეგეძლოთ დახმარება და არ დაეხმარეთ, ან ვალდებული იყავით და რაღაცნაირად ეს ვალდებულება ვერ შეასრულეთ. პირველ რიგში აქ ცალსახად და ძალიან ცხადად არის გამოხატული ის, რომ ენერგეტიკული ბალანსი მატერიალურ დონეზე არის ნამდვილად დარღვეული, თქვენგან გაცილებით დიდი ენერგია გადის, გაედინება და სანაცვლოდ იმ დოზის, იმ მასშტაბის უკავშირს მათგან ვერ იღებთ, რასაც უნდა იღებდეთ და რასაც ნამდვილად იმსახურებთ. ამიტომ რაც უნდა გააკეთოთ ამ შემთხვევაში არის ის, რომ დახუროთ ეს კარმული ტოქსიკური კავშირები და ერთხელ და სამუდამოდ ჩაჭრათ, ასე ვთქვათ, მაკავშირებელი ძაფები მათთან, იმიტომ რომ ისინი ასეთ პარაზიტობას მიჩვეულები არიან, შესაძლებელია არა მხოლოდ თქვენთან მიმართებაში და გააგრძელებენ ისინი ისევ ასეთი დამოკიდებულებით თქვენთან კომუნიკაციას, თქვენთან ურთიერთობას, ამიტომ ამ შემთხვევაში ერთადერთი მშველელი თქვენივე თავის ხართ თავად თქვენ და თქვენ უნდა ისწავლოთ ამ ადამიანებისთვის არას თქმა. როგორც აღვნიშნე, ესენი არიან წარსულის ადამიანები, ვისთანაც შესაძლებელია წლობით გაკავშირებთ ურთიერთობები, სანათესაო წრე, ოჯახური კავშირები, შესაძლებელია აქ ჩვენ ვუყურებდეთ ისეთ ურთიერთობებსაც, სადაც თქვენ, ვთქვათ, იმყოფებოდით ამ ადამიანთან პარტნიორულ ურთიერთობაში, შესაძლებელია ეს იყო ქორწინებაც, ეს ქორწინება შესაძლებელია დასრულდა მატერიალურ დონეზე, მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე ამ ადამიანს მაინც მიაქვს თქვენგან ენერგია. შესაძლებელია შვილების დახმარებით, მანიპულაციები, შესაძლებელია თქვენი ცხოვრების თვალთვალით, თავისუფლების და რაღაცნაირად თქვენი სივრცის შეზღუდვისა და გაკონტროლების მცდელობებით, მანიპულაციებით, რომლებიც შესაძლებელია არ არის მთლად ისე ღიად გამოხატული, მაგრამ თქვენ ამას გრძნობთ და თითქოს იზღუდებით თავს, იზღუდავთ, რა თქმა უნდა, თქვენი ენერგეტიკული გამოფიტვით სრულდება. ან როგორც აღვნიშნე, შესაძლებელია აქ ჩვენ ვხედავდეთ ძველ ნათესაურ კავშირებს, სანათესაო წრეს, ურთიერთობებს, სადაც ადამიანები თქვენთან იმყოფებიან სისხლით ნათესაობაში, ნათესაურ ურთიერთობაში და შესაბამისად აი აქედან გამომდინარე ითხოვენ თქვენგან ჭარბ ყურადღებას და თანადგომას, რაც რა თქმა უნდა
დაბლაწევს თქვენს სასიცოცხლო ტონუსს და თქვენს ენერგეტიკულ ველს, თქვენი ცხოვრების ხარისხს. აი ასეთი გახლდათ პირველი ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, თუ მოვიდე ეს პროგნოზი თქვენთან და მიგენიშნათ და გსურთ რომ განთავისუფლდეთ აი ამ ტოქსიკური, ასე ვთქვათ, კარმული კავშირებისაგან და ერთხელ და სამუდამოდ დახუროთ ეს თემა თქვენს ცხოვრებაში. წარმოთქვით, ხმამაღლა, სასურველია რომ ხმა გაჟღერდეს. ასეთი ფრაზა: მე ვწყვეტ კარმულ ტოქსიკურ კავშირებს. ახსრულდა. სამჯერ წარმოთქვით ეს ფრაზა, ასევე დამიწერეთ კომენტარებში, თუ წერილობითი ფორმითაც, თუნდაც ვირტუალურ ენერგეტიკულ სივრცეში, სადაც თქვენს გარდა ძალიან ბევრი ადამიანი ისმენს, ახლა მოისმენს ამ საჯარო გაშლას, შესაბამისად ძალა ერთობაშია, მოგეხსენებათ, ამიტომ დაწერეთ კომენტარებში ეს ფრაზა, იმისთვის, რომ მოხდეს მისი მატერიალიზაცია. მე ვწყვეტ კარმულ ტოქსიკურ კავშირებს, ახსრულდა. და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი რას გვეუბნება. თუ პირველ ვარიანტში ჩვენ ვხედავდით წარსულ ურთიერთობებს, ერთი შეხედვით დასრულებულ პარტნიორულ ურთიერთობებს, ან ნათესაურ გენეალოგიურ კავშირებს, წარსულის მოცემულობებს, მეორე ვარიანტში ჩვენ ცალსახად ვხვდებით ისეთ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც შესაძლებელია ირიცხებიან თქვენს სამეგობრო წრეში, არიან ვითომ ძალიან კარგ ემოციურ დამოკიდებულებაში თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ეს ურთიერთობები, ეს ვითომ მეგობრული რაღაცა ისეთი ერთი შეხედვით ჰარმონიული ურთიერთობები ძალიან დამღლელია თქვენთვის და გაჩავს იმაზე მეტ ენერგიას თქვენგან, ვიდრე ეს ჯანსაღ ნორმალურ მეგობრულ ურთიერთობებში ხდება ხოლმე. ამავდროულად ჩვენ აქ ვხედავთ სამკუთხედებს, აი როგორი სამკუთხედი იცით, შესაძლებელია პირდაპირ ესე ხისტად არ მიჩვენებდეს ტარო, რომ თქვათ იმყოფებით ისეთ ადამიანთან კომუნიკაციაში, რომელსაც ყავს ოჯახი, ყავს მეუღლე და იმყოფება ოფიციალურად ურთიერთობაში, არის დაქორწინებული, შესაძლებელია ადამიანი არის მარტო დღეის მდგომარეობით, მაგრამ მას წარსულიდან მოყვება იმ ურთიერთობის, ასე ვთქვათ, კუდები, რომლებიც ერთის შეხედვით შეიძლება დაასრულა ადამიანმა, მაგრამ იმ ურთიერთობას მაინც მიაქვს თავისი წილი ენერგია მისგან და ასეთი ადამიანი სანახევროდ არის თქვენთან, ანუ ნახევრად თქვენთან არის, ნახევრად თავის წარსულშია და შესაბამისად ვერ გაძლევთ იმ უკავშირს, რასაც თქვენ იმსახურებთ, რაც თქვენ გჭირდებათ და შესაბამისად თქვენ გიწევთ უფრო მეტი ძალის ხმების ჩადება, უფრო მეტი ენერგიის ჩადება და უფრო ძლიერად, ასე ვთქვათ, კვება ურთიერთობისა იმის ნაცვლად, რომ თანაბრად მოხდეს აი ამ ურთიერთობის შენება. აქ ხედავთ ჩვენ სამეულებს, შესაძლებელია აქ გქონდეს პირდაპირ კლასიკური სასიყვარულო სამკუთხედით, შესაძლებელია გქონდეს ისეთი მოცემულობა, როდესაც ჩანს, რომ ადამიანმა თითქოს და ერთი შეხედვით დაასრულა ურთიერთობა, მაგრამ მაინც ემოციურად, მენტალურად, შესაძლებელია ფინანსურადაც, მაინც ჩარჩენილია იმ თავის ძველ თითქოს დასრულებულ ურთიერთობაში, აქვს შესაძლებელია გარკვეული ვალდებულებები, თუნდაც შვილების სახით, წარსული ურთიერთობიდან გამომდინარე და შესაბამისად ეს ყველაფერი, ეს ენერგია უკვე გაკლდებათ თქვენ, ანუ ვერ გთავაზობთ სრულფასოვან ურთიერთობას. ნუ აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ვალდებულებები, რომლებიც მორალურად და კანონიერადაც რომელთა შესრულებაც ეკუთვნის ადამიანს, ამაზე არ არის საუბარი, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეასრულოს ადამიანმა, მაგრამ ეს არ უნდა შეასრულოს პარტნიორის, იმ პარტნიორის ხარჯზე, რომელთანაც აწმყოში იმყოფება მიმდინარე, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში. და თავის მხრივ ასევე მეწევან ვახსენე სამეგობრო წრე, აქ ჩვენ
ასევე ვხედავთ ისეთ სოციუმს, ისეთ მეგობართა კატეგორიას, მეგობრების ისეთ კატეგორიას, რომლებიც არიან შესაძლებელია დაბალ ვიბრაციული, დაბალი განვითარების ადამიანები, შესაბამისად ის ემოციური, მენტალური, თუნდაც ფინანსური ჭყალებში ჩავსვავ ამ სიტყვას, ხარჯი რისი გაწევაც გიწევთ თქვენ, ამის საპირწონეს ამ ადამიანებისაგან თქვენ ვერ იღებთ. დამღლელია და ენერგეტიკულად გამწვეთი აი ესეთ ადამიანებთან ურთიერთობა. შესაბამისად, თუ კი მოვიდა ეს პროგნოზი თქვენთან ახლოს და მიგენიშნათ და ნამდვილად არის ასეთი კატეგორიის ადამიანთა ჯგუფი თქვენ ცხოვრებაში, ანალოგიურად მე გირჩევდით ესეთი სიტყვიერად ხმამაღლა წარმოთქმას სამჯერ ამ წინადადებისა, რაც გავაჟღერე წინა ვარიანტთან მიმართებაშიც, მე ვწყვეტ კარმულ ტოქსიკურ კავშირებს ახსრულდა. სამჯერ წარმოთქვით ეს ფრაზა და ასევე დამიწერეთ კომენტარებში იგივე, ვინაიდან იქ სადაც ეს ასე ვთქვათ ინფორმაცია გაჟღერდება, ამ შემთხვევაში ჩემს ვირტუალურ სივრცეში არიან ასევე სხვა ადამიანებიც და თქვენი ასე ვთქვათ, სხვა ადამიანები იგივე ინტერესით და იგივე ასე ვთქვათ თემასთან მიმართებაში გამოხატული ყურადღებით, შესაბამისად ეს ენერგეტიკა იმისთვის რომ მატერიალიზდეს და ერთხელ და სამუდამოდ, რა თქმა უნდა, თუ კი გაქვთ სურვილი, რომ შეწყვიტოთ ტოქსიკური ადამიანების იკვება თქვენი სასიცოცხლო ენერგიით და ენერგეტიკით, გააჟღერეთ ეს ფრაზა კომენტარებში, რათა მიეცეს მას მეტი ძალა და მეტი მატერიალიზაციის უნარი. და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტში ყველაზე შეფარული, ფარული გარემოებები ამოდის, ისეთი გარემოებები, რომლებიც ძნელად წასაკითხია. შესაძლებელია მესამე ვარიანტის შემთხვევაში თქვენი ენერგიის ქურდი იყოს ის ადამიანი, რომელიც არ ჩანს. თქვენს თვალთახედვაში არ მოიაზრება, ანუ აქ რას გულისხმობ. შესაძლებელია ეს ადამიანი მუშაობდეს თქვენთან, იყოს თქვენ სამსახურებრივ სივრცეში, ან იყოს თუნდაც თქვენი ოჯახის წევრი. მაგრამ ის იმდენად კარგად არის შეფარული და შენიღბული, რომ თქვენ ვერც კი წარმოიდგინოთ და არც კი დაუშვათ, რომ ასეთი ადამიანი თქვენ რაღაცა ენერგიას იპარავს და არის თქვენი ენერგეტიკული ქურდი პარაზიტი. აქ ორი მთავარი საკვანძო მოცემულობა გვაქვს. პირველ შემთხვევაში ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თავად არის, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის მტერი და პარაზიტი. ანუ ეს არის ქვეცნობიერში არსებული შიშები, შფოთვები, ენერგეტიკული ბლოკები. როდესაც ადამიანი მიდრეკილია, რომ წარმოიდგინოს ყოველთვის ყველაზე ცუდი ნეგატიური სცენარები თავისი ცხოვრების განვითარების, ყველაზე ისეთი საშიში და რთული სიტუაციები, რომლებიც რეალურად შეიძლება არც კი მოხდეს სამომავლოდ, მაგრამ იმდენი იფიქროს, არც უნდა მოხდეს, მაგრამ იმდენი იფიქროს ადამიანმა ამ ყველაფერზე, რომ თავისი ძლიერი შიშის ენერგიით მოიზიდოს ეს ნეგატივი თავის ცხოვრებაში და მართლაც ძალიან ცუდი სცენარები გათამაშდეს ასეთ დროს ადამიანის ცხოვრებაში. მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ძალიან რომ არ გავცდეთ თემას, აქ თქვენი მთავარი ქურდი, ასე ვთქვათ, ჭყალებში ხართ თავად თქვენ, ოღონდ თქვენს ქვეცნობიერში არსებული ენერგეტიკული ბლოკები, როგორც თქვი, შიში, შფოთვა და მუდმივად
მოვლენებზე და განვითარებაზე ფიქრი, თქვენი ცხოვრების განვითარებაზე ფიქრი ნეგატიურ სცენარებში. და ასევე მეორე ვარიანტი შესაძლებელია აქ იყვნენ ისეთი ადამიანები ან ადამიანი, რომლებიც კარგად ინიღბებიან და არ ავლენენ თავის თავს, თუმცა ისინი ნამდვილად იპარავენ თქვენს ენერგიას. შესაძლებელია არა ყველას შემთხვევაში, მაგრამ გარკვეული გამონაკლისების შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ მაგიურ ზემოქმედებასაც, ვინაიდან ადამიანს ყოველ შემთხვევაში რომელიც ერკვევა ასეთ საკითხებში, ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც მთლად ესეთი ინიცირებულ და წლების პრაქტიკის მქონე ადამიანს ვხედავდი აქ უფრო ამოდის დამწყები ამ ყველაფერში, გულისხმობ მაგიურ თემატიკას, დამწყები ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ან მოყვარულის დონეზე იცის რაღაცეებში გარკვეულია და შესაძლებელია ეწეოდეს გარკვეულ პრაქტიკებს, გარკვეულ ისეთ სამუშაოებს თქვენს წინააღმდეგ, რომელიც გაცლიდეთ ენერგიას და ასე ვთქვათ, იქცეს თქვენს ენერგეტიკულ პარაზიტად, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, თქვენ ამაზე შეიძლება წარმოდგენაც კი არ გქონდეთ. აი ასეთი ორი სრულიად განსხვავებული განვითარება გვიჩვენა მესამე ვარიანტმა. ერთი არის თვით, ასე ვთქვათ, პარაზიტიზმი, როცა ადამიანი თვითონვე კვებავს თავის შიშებს, ფობიებს და თავის ენერგეტიკულ ბლოკებს, ლარვებს და ენერგეტიკულ პარაზიტებს, რომლებიც არიან მის ქვეცნობიერში და ამით ეს ძალიან დამგლელი პროცესია, სულ არაფერი გააკეთოს ადამიანმა და უბრალოდ ცოტა ხანი იფიქროს ამ ყველაფერზე, უკვე მას არანაირი ქმედითი ენერგია აღარ აქვს იმისა, რომ დღე ვთქვათ ნაყოფიერად გაატაროს. შესაძლებელია იყოს ესეთი მოცემულობა და მეორე, როგორც აღვნიშნე, ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც შეიძლება ძალიან კეთილგანწყობილია ერთის შეხედვით თქვენს მიმართ, იმყოფება თქვენს ახლოს, თქვენს სამსახურში, თქვენს სამუშაო სივრცეში, თქვენს რაღაცა ოჯახთან შეიძლება დაახლოებული პირი იყოს, რომელიც ძალიან კარგად ინიღბება სურს თქვენი კეთილდღეობისა და სურს რომ რაღაცა ასე ვთქვათ, ის რაც არ ეკუთვნის ფარულად და უმტკივნეულოდ მიისაკუთროს თავად მან. ან გარკვეულ გამონაკლისის შემთხვევაში აქ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მაგიურ პრაქტიკებს, ჩარევებს, როდესაც ადამიანი შესაბამის სპეციალურად დაგეგმილ, ასე ვთქვათ, სამუშაოებს, მაგიურ სამუშაოებს ასრულებს იმისთვის, რომ მან მიიტაცოს, მოიპაროს, უпростоრად ფარულად სხვისი ენერგია. აქაც განმეორდები და ვიტყვი, რომ თუ გსურთ ამ, ასე ვთქვათ, ნეგატივისგან განთავისუფლება, დახურვა ამ თემების ერთხელ და სამუდამოდ, დამიწერეთ კომენტარებში, გააჟღერეთ თავად თქვენს თავთან, ეცადეთ რომ ხმამაღლა, თუ გინდათ რომ ამის შესახებ არავინ გაიგოს, განმარტოვდით ოთახში და ისე და წარმოთქვით ეს ფრაზა მე ვწყვეტ კარმულ ტოქსიკურ კავშირებს ახსრულდა. სამჯერ წარმოთქვით ეს ფრაზა და ასევე დამიწერეთ კომენტარებში, რათა მას მიეცეს მეტი ძალა, მეტი მატერიალიზაციის უნარი და ასე ერთობლივი ძალებით მოხდეს იმ ტოქსიკური კარმული კავშირების და ამ შემთხვევაში კავშირი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სხვა ადამიანთან და ჰქონდეს საკუთარ შინაგან შიშებთან, ფობიებთან, ლარვებთან, შინაგან პარაზიტულ ასტრალურ არსებებთან, რომლებიც ჩვენ ვერ ვხედავთ და გონია რომ არ არსებობენ, მაგრამ ისინი ნამდვილად არსებობენ და იკვებებიან სწორედ ჩვენი ადამიანების ნეგატიური ემოციებით, განსაკუთრებით მათთვის საყვარელი საკვებია ჩვენი შიშები, იმიტომ რომ შიში არის ყველაზე ძლიერი ნეგატიური ემოცია და ამ დროს ადამიანი ყველაზე მეტად იხარჯება ენერგეტიკულ დონეზე, როდესაც იმყოფება შიშის მდგომარეობაში. ამიტომ ამ შემთხვევაში ამ ფრაზის წარმოთქმით თქვენს ენერგეტიკულ ველში, თქვენს ცნობიერში აქტიურებთ ფრაზას
რომელიც დაგეხმარებათ, რომ გაწყვიტოთ ეს ტოქსიკური კავშირები და დახუროთ ეს თემა ენერგეტიკულ დონეზე, როგორც სხვა კონკრეტულ ადამიანებთან, ან მატერიალურ მოცემულობებთან მიმართებაში, ასევე ენერგეტიკულ პარაზიტულ ძალებთან, შიშებთან, შფოთვებთან, ლარვებთან თუ სხვა ტოქსიკურ ასტრალურ არსებებთან მიმართებაში. დასრულდა ჩვენი საჯარო ტაროს სეანსი, გისურვებთ მშვიდობას, პოზიტიურ განწყობებს და სამყაროს ხელშეწყობას, მფარველობას ყველა თქვენს კეთილ წამოწყებაში. ბედნიერად დროებით.